მოგესალმებით, მე ვარ თევანა სახნიაშვილი, ქსელებისა და ადვოკატების ოფიცერი პრესის საერთაშორისო ინსტიტუტში, რომელიც არის ვენაში მდებარე გლობალური ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს მედიის თავისუფლების ადვოკატირებაზე. პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი, იგივე IPI, მოკლედ, არის წევრი კოალიციისა სწრაფი რეაგირება მედიის თავისუფლებისათვის, რომელიც ასევე აერთიანებს 5 სხვა ორგანიზაციას და ჩვენ მუშაობთ მედიის თავისუფლების ადვოკატირებაზე, ასევე მაგრამ კერძოდ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და ასევე კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებში. და ეს არის ჩვენი ინტერვიუების სერიის ბოლო ეპიზოდი. ჩვენ სტუმრად გვყავს ეთერ თურაძე. ის გახლავთ თანადამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი გაზეთისა ბათუმელები. მისი კოლეგა მზია ამაღლობელი, რომელიც არის თანადამფუძნებელი და დირექტორი ბათუმელებისა. ამჟამად არის დაკავებული, ის დააკავეს 12 იანვრიდან არის წინასწარ პატიმრობაში და მას ედება და ბრალი, რომელიც მას წაუყენეს პოლიციაზე, ასე თქვა, თავდასხმა, გულისხმობს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. მადლობა ეთერ, ძალიან დიდი რომ შეძალით და დღეს ჩვენთან ხართ. ძალიან მძიმე მდგომარეობა არის საქართველოში პრესის თავისუფლების მხრივ. პირველი კითხვა რაც მინდა რომ დაგისვათ არის როგორ არის მზია და თუ გაქვთ მასთან ამჟამად აქტიური კომუნიკაცია. პირველ რიგში მადლობა ამ შესაძლებლობისთვის რომ გავუზიარო თქვენს აუდიტორიას ჩვენი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, მივესალმები მათ და მინდა გითხრათ რომ ძალიან აქტიურად ვძრავთ თქვენს მხარდაჭერას, რაც ჩვენს პირობებში მყოფი ადამიანებისთვის, ჟურნალისტებისთვის, მედიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამას ძალიან ვაფასებთ, მინდა იცოდეთ. მადლობა. რაც შეეხება ახლა მზია ამაღლობელის მდგომარეობას, ჯანმრთელობის მდგომარეობას, მოგეხსენებათ, მან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის საკმაოდ მძიმე ფორმა ჰქონდა შერჩეული და ახლა მიდის მისი რეაბილიტაციის პროცესი. მასთან ის იმყოფებოდა კლინიკაში, გადაიყვანეს კლინიკაში გარკვეული პერიოდის შემდეგ, შიმშილობის გარკვეული პერიოდის შემდეგ და მის ჯანმრთელობას ზედამხედველობდნენ ექიმები, რომლებთანაც ჩვენ გვქონდა წვდომა, ანუ ჩვენ შეგვეძლო მათთვის დაგვერეკა, შევხვედროდით და მოგვესმინა ინფორმაცია თქვათ მზიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ახლა ჩვენ ეს კონტაქტები არა გვაქვს, მზია ქალთა მეხუთე დაწესებულებაში გადაიყვანეს და შესაბამისად კონტაქტი გვაქვს მხოლოდ ადვოკატებით, ანუ როცა ადვოკატები ახერხებენ მისვლას მზიასთან, ვიგებთ მათგან მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას. ძალიან მოკლე არის ეს ინფორმაცია და შეიცავს ძირითადი ფრაზა, შემიძლია ესე ჩამოვაყალიბო, ერთი ფრაზით შეიძლება ესე ჩამოვაყალიბო მისი მდგომარეობა, რომ მისი რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს სტაბილურად, ანუ აღდგენის პროცესი მიმდინარეობს სტაბილურად. მადლობა ეთერ. ერთი ინტერვიუში ერთი თვის წინ, შეიძლება უფრო მეტის წინ თქვით, რომ თქვენ არაფერი არ გაქვთ გარდა სიმართლისა და იბრძვით შიშველი ხელებით, მაგრამ ასევე თქვით, რომ თქვენ გჯერათ, რომ სიმართლე მაინც გაიმარჯვებს ბოლოს. ისევ ამ აზრზე ხართ, ანუ მიუხედავად იმისა, რომ პრესის თავისუფლების მდგომარეობა, ზოგადად დემოკრატიის მდგომარეობა უარესდება საქართველოში ძალიან სწრაფად. როგორ უყურებთ მომავალს? მე ვფიქრობ, საქართველოში ძალიან რეპრესიული კანონები შემოაქვთ, არის დაინიცირებული პარლამენტში და აპირებენ მიიღონ ძალიან რეპრესიული კანონები. ფაქტობრივად ეს კანონები ითვალისწინებს, რომ ჩვენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში შეიძლება დასამართეს, დაიმარხოს, გაქრეს თავისუფალი მედია საერთოდ სივრციდან და ჟურნალისტებს, მედია მენეჯერებს, მედია მფლობელებს გველოდება ყველას პატიმრობა, ფინანსური სანქციები და ასე შემდეგ. ანუ
ნამდვილად მე ვესაუბრე სპეციალისტებს და ვინც რუსეთს სწავლობს, ვინც რუსეთს აკვირდებოდა და ამბობენ, რომ არც რუსეთში რაც ხდებოდა 12 წლის განმავლობაში, დაახლოებით 12 წელი რაც მოხდა, აი ამ სიტყვის თავისუფლების ჩახშობას, ეს პერიოდი საქართველოს გამიგაიერა ეს პროცესი, ეს სისასტიკე, ეს სიხისტე თუ ჩართულობა ბრჭყალებში ხელისუფლების მხრიდან, ანუ ამ მედიის განადგურების სულ ყველაფერი ეს ყველაფერი მოხდა 3 თვეში. ამას ამობენ ადამიანები, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომლებიც კარგად იციან როგორც რუსეთში მიმდინარე პროცესები, ისე საქართველოში. ამის მიუხედავად, მე მართლა გეუბნებით, რომ მჯერა რომ ჩვენ მხოლოდ სიმართლით შეგვიძლია გავიმარჯვოთ. სიცრუეს, ძალადობას და ბოროტებას, რა ვიცი, რაც გინდა ის დავარქვათ, მოკლედ და ეს დიქტატურას ერთი სიტყვით, ხო? ასე გამოიხატება ეს, უნდა დაუპირისპირდეთ სიმართლით. ჩვენ სხვა ინსტრუმენტი არ აგვაქვს, კაცობრიობას არ ქონია სხვა ინსტრუმენტი აქამდე, რომ ანუ სიმართლე არის ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი. კი არის იქ სხვა ინსტრუმენტებიც, მაგრამ ჩვენ არა ვართ იმ კატეგორიის ადამიანები, რომლებიც ამ სხვა ინსტრუმენტების გამოყენებას შევძლებთ. ამიტომ ვიბრძვით სიმართლით და გუშინ თუ გუშინ წინ მარია რესას წიგნში მოყვანილი დიქტატორი დააკავეს, ხო? სოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში იყო. ეს ადამიანი ბევრად სასტიკი იყო, იქ ბევრად იქ პირდაპირ კლავდნენ ადამიანებს. ჩვენ მასობრივი მკვლელობები ხდებოდა, ხო? ჩვენ არ გვაქვს ახლა საქართველოში ესეთი სიტუაცია, რომ კლავდნენ და იქაც კი შეძლეს, რომ ესეთ პირობებში ესეთი საშინელი დიქტატორის დამარცხება მოხერხდა. დამარცხება თუ არა რაღაცა პროცესი დაიწყო, მოდი ასე ვთქვათ და მე დარწმუნებული ვარ, მართლა გულით მჯერა, რომ სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს. ეს შეიძლება ჩვენ უშუალოდ პირადად ჩვენ ვერ გავიმარჯვოთ და შეიძლება გისოსებს მიღმა ძალიან მალე მეც აღმოვჩნდე, არ გამოვრიცხავ ამას სხვათა შორის რომ იცოდეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მე ამ ეს რწმენა შემერყევა, მგონია რომ სიმართლე უნდა გაიმარჯვოს და სიმართლე გაიმარჯვებს. მადლობა დიდი, ძალიან იმედის მომცემია თქვენი სიტყვები. იმედს ისიც ხომ არ გაძლევთ, რომ ანუ ბათუმელები, რომელიც დაარსეთ 2001 წელს შემისწორეთ თუ ვცდები, თქვენ და მზიამ ერთად, ხო? იმის შემდეგ რამდენიმე პოლიტიკური რეჟიმი გამოიარეთ და ყოველთვის იყო ბათუმელები დამოუკიდებელი და კრიტიკული მედია საშუალება. და მიუხედავად ისა, რომ ყველა მთავრობა და სხვადასხვა სიამაყით ვიტყვი, რომ ბათუმელები არის ჩვენი Excel-ის წევრი, IPI-ის წევრი და ძალიან დაფასებული წევრი და აქტიური წევრი და თქვენს ასე გაჩუმებას ცდილობდნენ წინა ხელისუფლებები. თუმცა გამოცემა გადარჩა. მაინტერესებს, ანუ მინდა კითხოთ ასევე რა არის განსხვავება ახლა, არის თუ არა ახლა ყველაზე რთული სიტუაცია, რა სიტუაციაშიც გამოცემა ყოფილა და ფიქრობთ თუ არა რომ გადარჩებით, ასე გაუძლებს თვითონ ბათუმელები და ასევე მისი ესე იგი ეროვნული გამოცემა ნეტგაზეთი, რომელიც ერთი კომპანიის ნაწილია, გაუძლებს თუ არა ამ გამოწვევებს. კი ბატონო, ჩვენ ძალიან ბევრი წინაღობები გქონდა სხვა წინა რეჟიმებთანაც. მათ შორის იყო ტექნიკის განადგურება, ფიზიკური ანგარიშწორება, მათ შორის იყო მუქარა, ნუ რაღაცა ერთი შემთხვევა იყო 2003 წელს, როდესაც რეგისტრაცია გაგვიუქმეს საერთოდ სასამართლო წესით და ხელახალი რეგისტრაცია გავიარეთ. ანუ მრავალფეროვანი იყო შანტაჟი პირადი ცხოვრებით, საჯარო სივრცეებიდან გაძევება. ანუ ეს დევნის ეპიზოდები იყო იმდენად მრავალფეროვანი, რომ რაღაცა ჩვენი ცხოვრების თანდევი გახდა და თითქოს სხვანაირად აღარც ხდებოდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. მაგრამ ასეთი სასტიკი რეჟიმი რაც ახლა არის, მე, რა ვიცი, 23 წელია ჟურნალისტიკაში ვარ, არასოდეს არ ყოფილა საქართველოში, ამას დანამდვილებით ვამბობ. არა მხოლოდ სასტიკი, არის ასევე ვერაგიც. რას ნიშნავს ახლა ეს, რომ
ვთქვათ, წინა რეჟიმების შემთხვევაში რეჟიმი მოდიოდა ხისტად და ძალადობდა ხისტად. ამ რეჟიმს აქვს ეს ვირაგობა, რომ როგორც გექცევა ხისტად, ვთქვათ და განადგურებს ფიზიკურად ანგარიშწყრების სφერპლი გახდა ძალიან ბევრი ჟურნალისტი ხო ამ ქვეყანაში. ძალიან ბევრი ადამიანი გახდა, რაც ჩვენ ვნახეთ ახლა თბილისის რუსთაველის გამზირზე, აი ამ სასტიკი ძალადობის მომსწრენი ხომ? არასოდეს ესეთი რამ არ ყოფილა, არც ერთი 7 ნოემბერი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გადადგომის საფუძველი გახდა, არც ერთი 7 ნოემბერი ამის ტოლფასი არ ყოფილა. ანუ ყოველ დღე თეთქის ერთი თვის განმავლობაში ქონდა 7 ნოემბერი ქვეყანაში. და ეს ეხებოდა მედიასაც, ხო? და ასევე ვერაგობაში მინდა რომ ჩამოვაყალიბო, რას გულისხმობ, რომ ესენი ერთი მხრივ შენ სიმართლეს ერთი მხრივ ფიზიკურად გისწორდებენ და მეორე მხრივ შენ სიმართლეს ანადგურებენ. შენი სიმართლე, ანუ ჩვენი ძლიერი მხარე რაც არის, რასაც ვლაპარაკობდი, რომ ჩვენი ძლიერი მხარე თქო, აი ამის განადგურებას ცდილობენ, აი ფეიქ რაღაცა ინსტრუმენტებით. ძალიან ძლიერი მანქანა აქვთ მოქოქილი და აი ამ სიმართლეს ცდილობს რომ სიმართლე გაანადგუროს, ანუ სრულ სიყალბეს ავრცელებენ. არა მხოლოდ ჩვენთან მიმართებაში, არამედ ძალიან ყველა აქტივისტთან მიმართებაში. არა მხოლოდ ჩვენ პირად ცხოვრებებს ეხებიან, თქვათ, არა მხოლოდ ჩვენს გარეგნობას, არამედ ჩვენს სქესს ეხებიან და დისკრიმინაცია ხდება როგორც ქალების, თქვათ, ხომ? ანუ ყველაფერთან დაკავშირებით ხდება აი ცრუ ინფორმაციის გავრცელება და ამაზე ეხარჯება უზარმაზარი რესურსი. რაც ძალიან გულსაკლავია, რა თქმა უნდა, ეს რესურსი რო ქვეყნის განვითარებას მოხმარებოდა, დარწმუნებული ვარ, რომ ბავშვები მშივრები ამ ქვეყანაში აღარ იქნებოდნენ და რამდენიმე 1000, 80,000-ზე მეტი ბავშვი არის სიღარიბის ზღვარს მიღმა საქართველოში, ხო? და 9 მილიონზე მეტი ადამიანი არის სოციალურად დაუცველ სტატუსში. ცოტა შორს წავედი, მაგრამ მინდოდა ამეხსნა ამის ბუნება, ამ ინსტიტუციის, ამ რეჟიმის ბუნება. ანუ არის პირდაპირი მოძალადე და არის ასევე ვერაგი მოძალადე. ხო, მე მგონი რაღაცა კითხვა გამექცა, მაგრამ მგონია რომ გადარჩენა უნდა შევძლოთ. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება თუ გაქრება ამ ქვეყანაში, ეს გაქრება რუსების ხელით, რუსეთის ხელით გაქრება ეს. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა დაკარგავს დამოუკიდებლობას, რაც მისი მთავარი მონაპოვარია, ხო? მე ასე ვუყურებ, თუ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას მოეღება ბოლო ამ ქვეყანაში, ეს არის პირდაპირი ნიშანი იმის, რომ ეს ქვეყანა არის უკვე მისი დამოუკიდებლობა არის უკვე დასრულებული. შეიძლება არ მოხდეს ის, რაც მოხდა 1921 წელს, როდესაც პირდაპირ მიიერთა ქვეყანა რუსეთმა, მაგრამ ეს იქნება აბსოლუტურად მისი დომინაცია, მისი გავლენის სფერო და აქ სხვა დემოკრატიული ინსტიტუტები უბრალოდ ვეღარ იფუნქციონირებენ, ვერ იარსებებენ. ეს არის განაჩენი. და ჩვენ ძალიან ვცდილობთ, როგორც ჩვენი გამოცემა, ისე სრულად ქართული ჟურნალისტები, რომლებიც ამდენი ხანია პირისპირ დგანან ამ სასტიკი რეჟიმის წინაშე, კალმებით, ბლოკნოტებით, ფოტოაპარატებით, ტელეფონებით და ესე ვიბრძვით ფაქტობრივად ბრძოლაში აღმოჩნდეთ ჩვენთვის მოულოდნელად ჩვენი განზრახვა ეს არ ყოფილა ჩვენ ამ ბრძოლაში ისე აღმოჩნდით რომ არ გვინდოდა ასეთ სხვა განზრახვა გქონდა და ამიტომ სხვა გზა არ აქვს ჩვენ უბრალოდ ვიბრძვით იმისთვის რომ გადავარჩინოთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში ანუ გადავარჩინოთ ქვეყანა ამიტომ უნდა გადავრჩეთ როგორც ჩვენ ისე ნეტგაზეთი ისე სხვა გამოცემები რომლებიც ამ საქმეს არიან შეჭიდებულები და მიუხედავად იმისა რომ მთელი რეპრესიული ინსტრუმენტები მუშაობს მაინც ვართ აქ და სხვაგვარად არ შეგვიძლია ძალიან დიდი მადლობა ეთერ მგონი დრო მოგვეწურა და ერთი რასაც დავამატებ არის ის რომ ჩვენ წავიწყეთ კამპანია მზიამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით ასევე გამოვქვეყნეთ რამდენიმე განცხადება პრესის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ საქართველოში ბოლო განცხადება მკვეთრად ამბობს იმას რომ ზოგადად პრესის თავისუფლების არსებობა საქართველოში და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის არსებობა არის კითხვის ნიშნის ქვეშ და ძალიან დიდი ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ ასე ვთქვათ. მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ ამ კამპანიასაც ჩვენ გავაგრძელებთ ადვოკატირებას მზიას გათავისუფლების მოთხოვნით იქამდე სანამ არ მივაღწევთ იმას რომ ერთობლივად რომ ის იქნება თავისუფალი და ის იქნება გარეთ, იმიტომ რომ
ის არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, გისოსებს მიღმა და იმედია, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მადლობა თქვენ ამ აქტიური მხარდაჭერისთვის. ძალიან ვაფასებთ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ასე ძალიან არაერთი საერთაშორისო ინსტიტუცია ითხოვს მზიას გათავისუფლებას. იმედი მაქვს, რომ ეს ხმა იქნება გაგონილი და მზია მალე ახლოს მომავალში დატოვებს იმ საპატიმრო დაწესებულებას, სადაც ახლა არის მოთავსებული. დიდი მადლობა. ნახვამდის. ნახვამდის. მომავალ შეხვედრამდე. მომავალ შეხვედრამდე.